მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ლელიანის სათემო რადიოს, მე ვარ ლიზი ჩხეიძე, სოფელ ლელიანიდან. მე ვიქნები დღევანდელი გადაცემის წამყვანი. ეს ჩვენი პირველი გადაცემაა და სანამ გადაცემის მთავარ თემაზე გადავალთ, მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ჩვენი რადიო. გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია DVV International-ი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს მისი ხმა, რომელიც ითვალისწინებს 12 სათემო რადიოს შექმნას საქართველოს რეგიონებში. ამ პროექტში DVV International-ს პარტნიორობას უწევს გერმანული სათემო რადიო, რადიო Z, რომელიც ქართულ სათემო რადიოებს ხართ დაუჭერს. სათემო რადიოების მიზანია, რომ ხელი შეუწყოთ ქალთა გაძლიერებას და მათ გააქტიურებას. ამ რადიოებს ექნებათ საგანმანათლებლო დანიშნულება და ჩვენი გადაცემები მსმენელებს მიაწვდის ინფორმაციას ქალთა უფლებებზე, გენდერის საკითხებზე, მოუყვება მათ მიღწევებზე, პრობლემებზე და სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებზე. ამ პროექტის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაცხოვრებელი ახალგაზრდები დავესწარით ტრენინგებს და ვისწავლეთ, როგორ მოვამზადოთ გადაცემები ონლაინ სათემო რადიოსთვის. მოვიფიქრეთ რუბრიკები, რომლის ფარგლებში შემოგთავაზებთ საინტერესო გადაცემებს და მოგაწვდით ჩვენს ხმას. დღევანდელ გადაცემაში სტუმრად გვეყოლება ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ნერსეზაშვილი, რომელიც დეტალურად მოგვიყვება სათემოს რადიოს შექმნის მიზანზე და ამავე დროს ამ გადაცემაში ვისაუბრებთ, თუ რა გავლენას ახდენს სოფრა მცხოვრებ ქალებზე სათემო ორგანიზაციების მუშაობა და ისეთ საინტერესო პროექტები, როგორიც არის თუნდაც პროექტი მისი ხმა. მოგესალმებით ნანა, დარწმუნებული ვარ გამოგვივათ საინტერესო გადაცემა. გამოთქვა იმეც, რომ ჩემი დებიუტი შედგება და კარგად გავართმევთ თავს გადაცემის წამყვანობას. პირველ რიგში ჩვენ მსმენელს მოუყევით თუ რა არის ონლაინ სათემო რადიოს მიზანი და რა გავლენას მოახდენს ის თემის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი ქალებზე. მოგესალმებით ლიზი, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. ჩვენთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ სათემო რადიო პირველად გავუშვით ეთერში და ვღელავთ. ვღელავთ იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, უკვე ვიცით რა რუბრიკები გვექნება, თქვენ ამაზე ბევრი იმუშავეთ და სიამოვნებით გადავნებდით თვალს პროცესში, რადგან დიდი ენთუზიაზმი იგრძნობოდა თითოეული ტრენინგის მონაწილესთან, რომ თქვენც ისევე გსურთ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მთელს ქვეყანას, ისევე როგორც ჩვენ. ამიტომ სასიამოვნოდ დაწყებული პროცესი ვფიქრობთ გაცილებით ეფექტური იქნება უკვე სათემო რადიოს ცხოვრებაში. ეს სიახლეა, მსგავსი რადიო იყო რაჭაში და პირველ ნაბიჯებს, როდესაც გავდა, მხარს უჭერდით. დღეს უკვე საქართველოს სხვადასხვა დასახლებებში იქნება სათემო რადიოები და ჩვენ ერთობლივად მივაწვდენთ ჩვენს ხმას საქართველოს. მოვიწვევთ ბევრ საინტერესო ქალს, რომლებიც გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს. დავამსხვრევთ ბევრ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ადამიანებისგან. დაინახავენ, რამდენად ძლიერია ქალი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და დგავს ნაბიჯებს მისთვის, მისი ოჯახისთვის, ცვლილებებისთვის და ხელახლა აშენებს იმას, რაც დიდი ხნის წინ უარი თქვა. ჩვენი რუბრიკები დატვირთული იქნება ბევრი ისეთი საინტერესო თემით, რაც დაეხმარება ქალებს, რომ ახალი ნაბიჯები გადადგან. მაგალითად, მოვიწევთ ფსიქოლოგებს, რომლებიც გასწევენ ონლაინ კონსულტაციებს, მოვიწევთ ბიზნესში წარმატებულ ქალებს, რომლებიც პირველი ნაბიჯების გადადგმაში მისცემენ мотивაციას ქალებს. გვექნება კულტურული ღონისძიებების მიმართულებით საინტერესო ჩართვები. ვისაუბრებთ სოციალური აქტივობის მნიშვნელობაზე. პასუხისგებლიან მოქალაქეობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ისტორიებს, ქალთა ისტორიებს, რომლებიც წარმატებულები არიან მუსიკაში, წარმატებულები არიან ლიტერატურაში. ჩვენ ვეცდებით ისეთი კონტენტი შევქმნათ, რომელიც მოსახლეობას მოენატრება და სრული ექნება, რომ თვითონ ჩვენს გადაცემას მიადევნოს თვალი თუ სმენა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება ჩვენი ნაბიჯები სათემო რადიოში. რას ფიქრობთ, როგორი იქნება რადიოს მომავალი ამ პროექტის შემდეგ? რას ელით, რამდენად გამოიწვევს რადიო ცვლილებებს ქალების ცხოვრებაში? მომავალი აუცილებლად უნდა გქონდეს ამ რადიოს. არც კი ვუშვებთ, რომ ეს რადიო პროექტის დასრულების შემდგომ შეწყვეტს ფუნქციონირებას. როგორც წესი, ჩვენ ყოველთვის მცირე ბიუჯეტიანი პროექტებით ვტესტავთ ხოლმე რაიმე სიახლეს, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ პროექტი კარგად მუშაობს, გადის კარგ შედეგებზე და საჭიროა მისი მდგრადობა, ჩვენ ძალისხმევას
არ ვაკლებთ, რომ პროექტმა იმუშაოს. ასე იქნება სათემო რადიოს შემთხვევაშიც აუცილებლად შევძლებთ ხშირად მოხალისეობრივად, ხშირად ფინანსური მხარდამჭერით, მაგრამ ჩვენი ხმის მიწვდენას იმ ადამიანებისთვის, იმ ქალებისთვის, რომლებსაც საკუთარი მეხსიერების თაროებზე შემოლაგებული აქვთ თავისი ოცნებები. როდესაც ქალებმა შექმნეს ოჯახები და ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ საკუთარ მეზე, ისინი გაიხსენებენ საკუთარ ოცნებებს, ღრმად შელაგებული თაროებზე ღრმად შელაგებულ ოცნებებს გამოალაგებენ და მათ რეალიზებას დაიწყებენ. ამის რამდენიმე მაგალითი უკვე გვაქვს ჩვენი პროექტების ფარგლებში, როდესაც ადამიანები დაშვებასაც კი აღარ აკეთებდნენ, რომ მათ შეეძლოთ რაიმე ახალი გაეკეთებინათ. ხშირად ჩვენს პროექტებში, როდესაც ვახორციელებთ ხოლმე ქალთა გაძლიერებაზე, ერთვებიან ქალები, რომლებიც 10-20 წელიწადი საერთოდ არ იყვნენ ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში და როდესაც ხდებიან ჩვენი პროექტების მონაწილეები, თითქოს თავიდან ცოცხლდებიან. და ისინი იწყებენ ცვლილებებს, გავენ მყარ ნაბიჯებს და საერთოდ ცხოვრებას თავიდან იწყებენ. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა ხოლმე, როდესაც გვაქვს პროფესიული კურსები, როდესაც ახალ უნარებს იძებnen, ახალ ჩვევებს გამოიმუშავებენ. მერე ჩვენ პროექტული მხარდაჭერით ხდება ხშირად, რომ ისინი მცირე ბიზნესსაც იწყებენ. შესაბამისად, ჩვენ გვინახავს არაერთი ქალის ანთებული თვალები, რომლითაც ისინი გვესაუბრებიან ხოლმე და სიტყვებიც არ ჭირდებათ ხოლმე. მაგრამ სათემო რადიო ზუსტად ის შესაძლებლობაა, რომ ჩვენ ვხედავთ ამ ქალების ანთებულ თვალებს, მაგრამ ამას ვერ ხედავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზუსტადად ჩვენ გვინდა, რომ ამ თვალებიდან, ანთებული თვალებიდან ეს ენერგია გადავიტანოთ ქალთა ხმებში და გავუზიაროთ ძალიან ბევრ ქალს და მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ საკუთარ ცხოვრებას უფრო პოზიტიურად შეხედონ და ცვლილებებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგან. როდესაც მე ეს დავიჯერე, მეც ზუსტად ისე სოფლად ცხოვრობდი, ვიყავი ჩართული ყოველდღიურ რუტინაში და შემთხვევით აღმოჩნდი პროექტებში. გავხდი სათემო ლიდერი, გადავდგით ამამი ნაბიჯები და დღეს ზუსტად ვიცი, რომ რაც არ გინდა მოვინდომო, თუ კი ვიშრომებ, აუცილებლად გავალ შედეგზე. და მეც ალბათ ერთ-ერთი იმ ქალთაგანი ვარ, რომლის ხმაც უნდა მიწვდეს ჩვენი ქვეყნის ქალებს, ახალგაზრდა გოგოებს იმისათვის, რომ მათ დაიწყონ ცვლილებებზე ფიქრი. სწორედ სათემო რადიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება ეს, რადგან სათემო რადიო იქნება ძირითადად საგანმანათლებლო დატვირთვით და ჩვენი, როგორც ლელიანის დასვლა განათლების ცენტრის ყველაზე მთავარი მიზანი არის მოსახლეობა ჩავრთათ უწყვეტი განათლების პროცესში და ვფიქრობთ, რომ სათემო რადიოც ამ როლს შეასრულებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ჩვენი ცენტრის ცხოვრებაში, რაც შეიძლება ფართო მასებს მივაწვინოთ ხმა განათლების პროცესში ჩასართვლად თუ განათლების საკითხების განსახილველად. როდის შეიქმნა ორგანიზაცია ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი და იყო თუ არა ქალების ჩართულობა პროცესებში ორგანიზაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე? ჩვენი ცენტრი დაფუძნდა სათემო ფონდი ლელის და DV International-ის ერთობლივი ინიციატივით. სათემო ფონდი ლელი ლელიანის დასვლა განათლების ცენტრის შექმნამდე საქმიანობდა ჩვენს თემში და ეს იყო ლოგიკური გაგრძელება სწორედ იმ საჭიროებების, რაც ჩვენს თემს ჰქონდა, რომ ჩვენ სხვადასხვა მცირე ბიუჯეტიანი პროექტებით სხვადასხვა ინიციატივას და აქტივობას ვახორციელებდით, მაგრამ როდესაც უკვე ჩვენ შევხვდით DV International-ს და ვნახეთ, რა ტიპის მიდგომა ჰქონდათ მათ ზრდასრულთა განათლების კუთხით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს იმდენად საინტერესო იყო, მათი მიდგომები, ის სტანდარტი, რის გადმოტანასაც გერმანიის დასვლა განათლების ცენტრებიდან გეგმავდნენ საქართველოში. ზუსტად ის იყო, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდი ოცნებობდა. გარდა საგანმანათლებლო პროგრამების იმ სტანდარტისა, რასაც მოიცავს ზოგადად ზრდასრულთა განათლების ცენტრის პაკეტი, ამავე დროს ისინი ქმნიდნენ საოცარ ინფრასტრუქტურას რეგიონებში, მათ შორის სოფლად, ჩვენი ცენტრია მხოლოდ სოფელში, დანარჩენები არის რეგიონალურ მუნიციპალურ ქალაქებში, სულ არის 14 ასეთი ცენტრი საქართველოში და ის ინფრასტრუქტურა, იქ დასაქმებული ადამიანები, ის მიდგომები, რომელიც აქვს ჩვენს ცენტრებს, ძალიან საინტერესოა და საკვანძოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის დასული მოსახლეობის განვითარებისთვის, განათლების პროცესში ჩართვისთვის. ამიტომ ლელიანის დასვლა განათლების ცენტრი შეიქმნა ჩვენი დიდი ძალისხმევით, DV International-ის მხარდაჭერით, თემის საჭიროებაზე მორგებით.
და ის ინფრასტრუქტურა, რაც დღეს ჩვენს ცენტრს აქვს, არის პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებისთვის იდეალური. რაც შეეხება ქალების ჩართულობას, დიახ, როგორც წესი, ქალთა ჩართულობა ჩვენი ცენტრის ცხოვრებაში არის ძალიან აქტიური. ქალები შვილებთან ერთად ერთვებიან ხშირად ჩვენს პროექტებში, ან შვილები ერთვებიან და შემდგომ ხდება ხოლმე დედების ჩართვა. მთელი სისტემა გვაქვს აწყობილი იმისათვის, როგორ გავააქტიუროთ თემი. ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს, სეზონურ გამოწვევებს. ამიტომ თუ კი ჩვენი პროექტის აქტივობები მორგებული იქნება ქალთა თავისუფალ დროზე, ამ შემთხვევაში ქალები შეძლებენ პროექტებში მონაწილეობას და ჩვენ ყოველთვის გვიწევს ამის გათვალისწინება. მაგრამ თუ კი ვერ მოხერხდება ამის გათვალისწინება, შესაბამისად ქალები ბევრ მათთვის დაგეგმილ აქტივობას აცდებიან. სწორედ სათემო რადიოს ერთ-ერთი მიზანი არის, რომ შეიძლება შეხვედრაზე ვერ მოდიოდეს ფიზიკურ სივრცეში ქალი, მაგრამ თუ კი ჩვენ იგივე ტიპის საგანმანათლებლო აქტივობებს რუბრიკების სახით შევთავაზებთ, ამ შემთხვევაში მან შეიძლება საოჯახო საქმესთან ერთად შეძლოს მის საჭიროებაზე მორგებულ საგანმანათლებლო პროექტში ჩართვას. ამიტომ ჩვენს პროექტებში, ინიციატივებში ქალები არიან სხვადასხვა ფორმით ჩართულები, რადგან კოვიდის შემდგომ ჩვენი ცენტრები იყო საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგანმანათლებლო სივრცეები, რომლებმაც შეძლეს საჭიროებაზე მორგებული ციფრული კურსების შეთავაზება, ამიტომ რომ ბევრი ადამიანი მაშინ სამსახურის გარეშე დარჩა, ბევრ ბიზნესს თუ მათ შორის საჯარო სამსახურს მოუწია ციფრული მიმართულებით გააქტიურება და გადაწყვეტა თავისი ბიზნესების და იმდენად მოთხოვნადი იყო, თუნდაც ელემენტარულად ერთ-ერთ კურსს დავასახელებ, გრაფიკული დიზაინია თუ თქვა კონტენტ მენეჯმენტი იყო, მათ შორის ვამზადებდით ვებ დეველოპერებს, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ცენტრები იმდენად მოქნილია, ყველაზე მარტივია, თუნდაც მრავალშვილიანი დედებისთვის ჩვენს კურსებში ჩართვა და მონაწილეობა, იმიტომ რომ მათაც ვთავაზობთ მათზე მორგებულ პირობებს, საერთოდ ციფრული კურსები, როგორც აღვნიშნე კიდე, გაცილებით მოქნილია იმისათვის, რომ ქალი, რომელიც ვერ გამოდის და ვერ ერთვება ფიზიკურ სივრცეში, მას ფაქტიურად სერვისი შეგვიძლია, რომ ონლაინ შევთავაზოთ და სათემო რადიოს ფუნქციაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს იქნება. რა პროგრამებია ორგანიზაციაში ქალების გასაძლიერებლად? ფაქტიურად ჩვენი ყოველი მცდელობა მოიცავს ქალთა გაძლიერებისთვის მიმართულ აქტივობებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული კურსებიც, რომელიც გვაქვს, არის უმეტეს შემთხვევაში ქალთა საჭიროებაზე მორგებული, რადგან როდესაც ჩვენ კვლევას ვატარებთ, ხშირ შემთხვევაში ქალები უფრო აქტიურობენ და ამოდის ისეთი კურსები, რომელსაც თავდაპირველად ფიქრობენ, რომ ოჯახში გამოიყენებენ. მაგალითად, ავიღოთ ჭრაკერვის კურსი, მაგრამ როდესაც ისინი ჩვენ სივრცეში ხვდებიან და ჭრაკერვის კურსთან ერთად ისმენენ რა არის მეწარმეობა, ვთქვათ, და რა არის მეწარმეობის უნარები, ამ შემთხვევაში უკვე ისინი ფიქრს იწყებენ ბიზნესის კუთხითაც, იმიტომ რომ რაში გამოიყენან ამას, რადგან უკვე იწყებენ კურსის სიარულს, ისინი პირველ ბარიერს გადალახავენ, მოახერხებენ, რომ გამოვიდნენ სახლიდან, მიუბრუნდნენ საგანმანათლებლო აქტივობას, მერე უკვე ამბიცია უჩნდებათ, ინტერესი უჩნდებათ, რომ უფრო მეტი საგანმანათლებლო პროცესში შეძლონ ჩვენთან, ან სხვა სივრცეებში ჩართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აგრეთვე ჩვენ გვაქვს ხოლმე საგრანტო პროგრამები ქალთა გასაძლიერებლად, მათ შორის ახლა ჩვენ გვაქვს მიმდინარე ევროკავშირის პროექტი, სადაც ვართ EMPARDI 4-ის განხორციელებელები ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან ერთად, ვართ რეგიონალური პარტნიორები და ჩვენ იქ გვაქვს ფინანსური საგრანტო პროგრამა სოფლის მეურნეობის და ბიზნესის გასაძლიერებლად, სადაც ქალები არიან ერთ-ერთი პრიორიტეტი, თუ კი შემოიტანენ საგრანტო განაცხადებს და ახლა პროცესი უკვე არის დასასრულისკენ პირველი ეტაპის, მალე გამოვაცხადებთ მეორე ეტაპს. აგრეთვე გვაქვს პიროვნული განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობები. გვაქვს კულტურული ღონისძიებები, ახალგაზრდული ღონისძიებები, შემოქმედებითი ღონისძიებები. აგრეთვე ჩვენი ფინანსური განათლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თემის მოსახლეობისთვის და ყველაზე საინტერესო რაც არის, ჩვენი ცენტრები მუშაობს ცხოვრების ხარისხის გაზრდაზე და ვფიქრობთ, რომ სათემო რადიოც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ შემთხვევაში.
კარგი იქნება ჩვენმა მსმენელმა, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, შეიტყოს თუ რა გავლენას ახდენს თქვენი ორგანიზაცია ადამიანებზე, რამდენად ჩართულები არიან ქალები თქვენ საქმიანობაში, თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ რომელიმე კონკრეტულ ქალზე, რომელიც პროგრამებით გაძლიერდა, როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. როდესაც ეს კითხვა მოვისვინე, პირველი, ვინც გამახსენდა, არის ჩვენი ჭრაკერვის კურსის პედაგოგი მარიამ ტაბახმელაშვილი. მარიამი არის ახალგაზრდა, რომელმაც ერთხელ გაგვიზიარა, რომ იცი რა, ნანა, როდესაც ოჯახს უქმნიდი, პირველი რასაც ვფიქრობდი, თქვენს ცენტრს და მოვდიოდი თქვენ სოფელში საცხოვრებლად, თქვენს ცენტრს განვიხილავდი, როგორც ერთ-ერთ მხარდამჭერ სივრცეს ჩემი ლელიანში ცხოვრებისას, ოჯახის გარეთ და რაღაცნაირად თითქოს მისი ეს მოლოდინი ძალიან კარგად გამართლდა, იმიტომ რომ მარიამი თავდაპირველად ჩაერთა ჩვენს ჭრაკერვის კურსზე. შემდგომ მისი შესაძლებლობები ჩვენ იმდენად მოგვეწონა, რომ მარიამი გახდა ჩვენი კურსის ტრენერი. მისი კვალიფიკაცია, როდესაც ცოტა მეტად გაიზარდა, უკვე მარიამი ხელმძღვანელობდა მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვას. ის გადავამზადეთ როგორც ტრენერი, მის კვალიფიკაცია გავზარდეთ და ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა უკვე სახელმწიფოს მიერ აღიარებული კურსი და ამ კურსის ტრენერი გახდა. 3 წლიანი ციკლი განვახორციელეთ და ამ პერიოდში მარიამმა არაერთი მოსწავლე გადაამზადა და როდესაც მათ თავიანთი აკადემიური მოსწრება თუ პრაქტიკული სამუშაო კარგად სამუშაოთი უნარები დაადასტურეს, მათ გადავეცით სახელმწიფო სერტიფიკატები. ამის შემდგომ მარიამმა შეძლო დამოუკიდებლად აწარმოეს საქართველოს გრანტის მიღება, რომლითაც შექმნა ბალიშების განმაახლებელი საამქრო და ვფიქრობ, რომ ეს იყო კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი მის ცხოვრებაში და დაიწყო დამოუკიდებელი ბიზნესი. მანამდე თუ ის ცდილობდა, რომ სახლშიც ყოლოდა კლიენტი ჭრაკერვის მიმართულებით და აგრეთვე ჩვენს ცენტრში საგანმანათლებლო კურსებს გაძღოლოდა, ამ შემთხვევაში უკვე მისმა სამკერვალომ მიიღო უკვე თითქოს რაღაც სრულყოფილი სახე, რომ სხვადასხვა სერვისი გაჩნდა. რამდენიმე დღეში, როგორც ვიცით, მარიამი გახსნის სამკერვალო სახელოსნოს უკვე საკუთარ სივრცეში. მან მშენებლობა დაასრულა, სარემონტო სამუშაოებიც დაასრულა და ძალიან ცოტა ხანში მარიამი უკვე დამოუკიდებელ სივრცეში დაიწყებს მცირე ბიზნესს. ეს არის ის გზა, რაც ერთმა ქალმა გაიარა ჩვენთან ერთად პროფესიული მიმართულებით, მან დაიწყო სწავლა და დღეს უკვე მას აქვს დამოუკიდებელი ბიზნესი. და ამ ეტაპზე უკვე მარიამისთვის ჩვენ გვაქვს ვიძიებთ ინფორმაციას და მას აქვს ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის, რითაც ის უკვე შეძლებს ბრენდინგის გაკეთებას თავისი სამკერვალოსთვის და ეს იქნება მისთვის ახალი ნაბიჯი. ჩვენი ტრენერები, რომლებიც ციფრული მიმართულებით მუშაობენ, ხშირად მას მოხალისეობრივ დახმარებას უწევდნენ ამ მიმართულებით, თუმცა ახლა როგორც ვიცი, უკვე ერთ-ერთ პროექტში აპირებს კიდე ჩართვას, რომლითაც მისი სამკერვალო საქმიანობა კიდევ უფრო დაიხვეწება და ეფექტური გახდება. თუ საკმარისია უბრალოდ ერთი ქალის ასეთი ისტორიის მოსმენა, ვფიქრობ, რომ და ერთმა ქალმა შეძლო, ჩვენ კიდევ ბევრი ასეთი ისტორია გვაქვს და ჩვენს თვალწინ ქალები ხშირ შემთხვევაში ისე ვითარდებიან, ისე ტრანსფორმირდებიან, ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვენთან თუნდაც მოდის ძალადობის მსხვერპლი ქალი, ვიგებთ მის ისტორიებს, რომელიც რა თქმა უნდა რჩება კონფიდენციალურად და როდესაც ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგის სერვისი, ამ შემთხვევაში მათ ვამისამართებთ ფსიქოლოგთან. მქონდა ძალიან კარგი პროექტი, როგორიც იყო მაგალითად პოზიტიური მშობლობა, რაც აგრეთვე ქალთა გაძლიერებას ეხებოდა. ამ პროექტის ფარგლებში მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადავამზადეთ საბავშვო ბაღის აღმზრდელების, სკოლის დაწყებითის პედაგოგები, მშობლები. როდესაც მშობლებს ესაუბრებით თანამედროვე ბავშვის ასაკობრივ კრიზისებზე და ამას აკეთებს გამოცდილი კვალიფიციური ფსიქოლოგი, ასეთი ინფორმაციის მიწვდა უკვალოდ არ ივლის და ხშირ შემთხვევაში ქალები ცვლიან დამოკიდებულებას საკუთარი შვილების აღზრდის პროცესში, რაც დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ცვლილებებზე და უკეთესი თაობა უფროსი ადამიანებისგან მხარდაჭერილი იზრდება ამ ქვეყანაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 10 წელზე მეტია, რაც ლელიანის დასვლა განათლების ცენტრი მუშაობს ლელიანში.
დაახლოებით 20 წელია, რაც სათემო ფონდი ლელი მუშაობს ლელიანის თემში. წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ისტორია გვაქვს და რამდენი ქალის შესახებ შეგვიძლია გაზიარება, მაგრამ მე ვეცდები, რომ დღეს გავჩერდე მარიამის ისტორიაზე, აღარ გავაგრძელო, რადგან უკეთესი იქნება, რომ იმ რუბრიკებში, რომლებიც მე ძალიან მომწონს და მათ შორის ქალის ხმა ერთ-ერთი რუბრიკაა, რომელიც ძალიან მომწონს და ალბათ მალე დაანონსებთ. უმჯობესი იქნება, რომ ეს ქალები, რომელსაც წარმატებებს მიაღწიეს ჩვენი მხარდაჭერით, მოხვდნენ ამ რუბრიკაში და კიდევ უფრო მეტი ქალის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია. მადლობა ნანა გადაცემაში სტუმრობისთვის, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. გისურვებთ წარმატებას თქვენ საქმიანობაში. მადლობა. კი ერთმანეთს შევხვდებით პარასკევს 5 საათზე რუბრიკაში ქალის ხმა. გვპირდებით საინტერესო გადაცემებს.